მოგესალმებით. დღეს ისევ რუსთავი ორის სიაბანდობას განვიხილავთ. Опять яичница. Утром яичница. Днем яичница, вечером яичница. არა, მე მესმის რომ ასეთი მენიუ სადაც მხოლოდ რუსთავი ორის სიაბანდობები არ გევასებათ, მაგრამ რა ვქნათ, არჩევნების მოახლოებამ სულ გააგიჟა მიშას რუპორისტები, რუსთავი ორისტები და მათ ძალიან მოუმატეს სიაბანდობების ხარისხი. Я сошла с ума. Какая досада. აი მაგალითად, 11 სექტემბერს კურირიში გაუშვეს ოცნების მერობის კანდიდატის კალაძის მამხილებელი სიუჟეტი. თითქოს კალაძე, რომელიც ურბანული წესრიგისთვის იბრძვის, თავად არღვევს ამ უკანასკნელს. ნუცუბიძის ქუჩაზე იქ, სადაც კანონით დაბალსართულიანი სახლების მშენებლობაა ნებადართული მერობის კანდიდატის კომპანიის სახელზე 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა. რაც სავარაუდოდ ყოფილი ვიცე-პრემიერის გავლენების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. დავიწყოთ სიაბანდობების ამოკრება. პირველი სიაბანდობა ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ 3-სართულიანი სახლების მშენებლობაა ნებადართულიო. მიიღო იმ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, სადაც დადგენილი პარამეტრებით, რასაც დღეს კანონი ითვალისწინებს, 3 სართულზე მეტი იმ კოეფიციენტებით, რაც ჰქონდა, არ უნდა აშენებულიყო. აი კადრში ხედავთ, რომ აი ამ კონკრეტული მშენებლობის ირგვლივ უზარმაზარი სახლებია აგებული. ამით ბათილდება რუსთავი ორის მოროშილი რამ, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვა. კიდევ ერთი ტყუილი. ასე პასუხობს კახაკალაძე თბილისში ნუცუბიძის 131 ნომერში პრაქტიკულად ტროტუარზე მიმდინარე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასმულ კითხვას. ესეც მამალი სიაბანდობაა. ადრე აქ რესტორანი ქვევრი იდგა. ახალი კორპუსი კი სიღრმეშია წინა შენობასთან შედარებით 2 მეტრით უკან გადაწეული. აი ხედავთ რუკას. შემდეგი ტყუილი, კალაძის ვითომ უკანონოდ მოპოვებული ნებართვა. 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ კახიკალაძემ ტერიტორია არქიჯგუფზე გაასხვისა. არქიჯგუფის დამფუძნებელი და ქართული ოცნების დეპუტატი ილია წულაია. ის ნუცუბიძის ქუჩაზე მშენებლობასთან კალაძის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ არქიმ კალაძისგან მხოლოდ ტერიტორია შეისყიდა. თუმცა ადასტურებს, რომ გარიგება მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც კალაძის კომპანიამ სამის ნაცვლად 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღება თბილისის მერიისგან შეძლო. ამ მშენებლობის პროექტზე თავდაპირველად მართლა ითქვა უარი მერიაში. ჩაითვალა, რომ მათი სართული ბევრია, ფლობელს დაევალა დამატებითი პარკირების მოწყობა და ასე შემდეგ. მას მერე რაც ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდა და პროექტი ხელახლად იქნა მერიაში შეტანილი, ხსენებული ნებართვა 3 თვის შემდეგ გაიცა კანონის სრული დაცვით. შემდეგი ბრალდებაა, რომ კალაძემ, რომელმაც არქიჯგუფს მიჰყიდა ეს პროექტი, ამაში 38,000 ლარი აიღო მხოლოდ, რაც ცოტაა. ამაზე კალაძემ რუსთავი ორისვე რეპორტაჟში გასცა პასუხი. ტექნიკური შეცდომა იყო, 0 იყო გამორჩენილი. ბატონო? ვის მიერ განხორციელდა ტექნიკური შეცდომა? ნოტარიუსის შევსების დროს. მაგრამ გამომძიებელი ჟურნალისტი ამით არ დაკმაყოფილდა და თქვა, რომ ვერსად ვერ აღმოაჩინა თუ რეალურად რამდენად გაყიდა კალაძემ სამშენებლო პროექტი. ამის შემდეგ წავედი ისევ საჯარო რეესტრში და იქ ოპერატორებს ვთხოვე, რომ ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ეპოვნათ დოკუმენტი, სადაც ნახსენები იქნებოდა 380,000 ლარი, ნაცვლად 38,000 ლარისა. თუმცა ოპერატორებმა არაერთი გადამოწმების მიუხედავად ვერ მაჩვენეს ასეთი დოკუმენტი, მითხრეს, რომ ასეთი რამ არ არსებობს ჩვენთან ბაზაში. არა და რო შეეწუხებინა თავი ამ ჟურნალისტს და კალაძის დეკლარაცია ენახა, ეს ხო ჩინოვნიკია და აქვს დეკლარაცია შევსებული. აი იქ აღმოაჩენდა სიმართლეს. კალაძემ 380,000 ლარი აიღო და ეს კანონის შესაბამისად დეკლარაციაში დააფიქსირა. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეესტრი არ არის ჭორიკნების ბირჟა. ოპერატორებთან ჯიგრული ლაპარაკი არაა საჭირო, რადგან იქ ანუ რეესტრში, ვებსაიტზე ამ წლის 8 მაისიდან დევს აი ეს დოკუმენტი, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მექანიკური შეცდომა მართლაც გასწორებულია. ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც იცის ინტერნეტთან მოპყრობის ელემენტარული წესები. Это элементарно. რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით, მეგობრებო? ადრე ნაცები კალაძეს რო აშავებდნენ, აწევოდნენ, რომ ავტოგოლებს იტანსო. ახლა მიხვდა, რომ ეს რას არ მუშაობს, ახალია საჭირო და მოიფიქრეს აი ეს. მაგრამ არ ვარ რაღაც, არ გამოგდით. ისევ ცუდი ფეხბურთელი რომა იმას რომ მიაწვეთ, ნახვამდის.